საიდუმლო იარაღი წონის დასაკლებად. არსებობს ერთი ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც ადამიანს შეუძლია შეადგინოს კვების მენიუ და თავისუფლად მოიშოროს ზედმეტი ცხიმები, მაგრამ რატომღაც ამაზე არსად არავინ არ საუბრობს და თუ კიდევ ვინმე რამე წამოწთა ისეთი რთული ენით და ისე გაურკვევლად ხსნიან, რომ ადამიანი ვერაფერს ვერ იგებს. არადა დღეს რა ხდება? ძალიან დიდი პრობლემაა ჭარბიწონის. ფაქტიურად ყოველ მეორე ადამიანს უკვე ჭარბიწონა აწუხებს, ყველა ცდილობს დაკლებას რაღაცა დიეტებს, ვარჯიშებს, გასართო მასაჟორებს, რაღაცებს და რამოდენიმე დღეში, რამოდენიმე კვირაში ეშვებიან და უარეს შედეგს იღებენ. წლიდან წლამდე უფრო იმატებენ. მოდი შენც გუწრფელი იყავი, ახლა აი მისმენ აქ, დაწერე კომენტარებში, რამდენი კილოგრამი გაქვს დასაკლები, ანუ რამდენ კილოგრამს მოიშორებდი დიდი სიამოვნებით, რა არის შენი მიზანი და ჩათვალე, დღეს გასწავლი, როგორ შეარჩიო პროდუქტები, რა არის გლიკემიური ინდექსი, სად ვიპოვოთ ის და როგორ გამოვიყენოთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩართვა იქნება ჩვენ სახსე და გირჩევ ბოლომდე იყავით ჩვენთან ერთად. მოდი დავიწყოთ იმით, რომ რა არის თავარი პრობლემა, რატო სუქდებით, მერე რა არის ეს გლიკემიური ინდექსის ცხრილი, როგორ გამოვიყენოთ ის, სად ვიპოვოთ და ისეთი მარტივი ენით განვიხილოთ ეს ყველაფერი, რომ ბავშვმაც კი გაიგოს და ყველამ შეძლოს ამის გამოყენება, ხო? პრობლემა გასუქების არის ის, რომ დღეს ჩვენ რა პროდუქტებსაც ვჭამთ, ამ პროდუქტების უმეტესობაში შედის შაქარი, რომელიც ნახშირწყლები მოკლედ, რომელიც სწრაფად იშლება, ძალიან ბევრ ინსულინს მოითხოვს და ბევრი ინსულინი რო გამომუშავდება ორგანიზმში, ზედმეტი შაქარი გადააქვს ცხიმში. ეხლა ნახეთ რას ნიშნავს გლიკემიური ინდექსი. ყველა ამ პროდუქტს, რომელსაც გააჩნია ნახშირწყალი, აქვს თავისი დაშლის სიჩქარე. ძალიან მარტივია, გლიკემიური ინდექსი არის სიჩქარე. რა დონეზე სწრაფად იშლება პროდუქტი, მაგალითად ეს არის 1-დან 100-მდე ციფრი. 1 არის ძალიან დაბალი სიჩქარე, ხო მივხვდით თითქმის შეჩერებული, 100 არის ძალიან სწრაფი სიჩქარე. გლიკემიური ინდექსი გააჩნია ყველა პროდუქტს თითქმის, ხო? და რაც უფრო დაბალია ეს რიცხვი, უფრო კარგია. ეს ნიშნავს, რომ ნელ-ნელა იშლება პროდუქტი, ნელ-ნელა გამოყოფს შაქარს და ერთბაშად დიდი რაოდენობის ინსულინის გამომუშავება არ ჭირდება, ასე თქვათ, ამ შაქრის რეგულაციას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. აი მაგალითად, თქვით, რომ გლიკემიური ინდექსი არის ნახშირწყლების დაშლის სიჩქარე, თქვით, რომ ეს არის 1-დან 100-მდე ძირითადად და მოდი ახლა განვიხილოთ, რომელია დაბალი გლიკემიური ინდექსი, ანუ რომელი პროდუქტებია ყველაზე მისაღები, რომელი პროდუქტია საშუალო გლიკემიური ინდექსის მქონე და რომელი პროდუქტებია მაღალი გლიკემიური ინდექსით. ნახე, თუ პროდუქტს აქვს 1-დან 50-მდე, 55-მდე გლიკემიური ინდექსი, ეს ითვლება, რომ ეს არის დაბალი გლიკემიური ინდექსი და ეს პროდუქტები ძალიან ნელ-ნელა იშლება, ნელ-ნელა გაძლევს ენერგიას და ნახშირწყლებს და ძალიან დიდი რაოდენობით ინსულინის გამომუშავებას არ მოითხოვს, ანუ ეს კარგი პროდუქტებია. ძირითადად ცხრილს რო ჩავხედავთ, მივხვდებით, რომ ყველაზე დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს ცილოვან საკვებს, მაგალითად, საქონლის ხორცს, საქონლის ენას, ქათმის მკერდს, თევზეულს, თითქმის გლიკემიური ინდექსი არ გააჩნია, იმიტომ რომ მასში ნახშირწყლები ფაქტიურად არ შედის. ასევე ბოსტნეულს აქვს ძალიან დაბალი გლიკემიური ინდექსი, განსაკუთრებით მწვანე ბოსტნეულს, მაგრამ ასევე თუ ამ გლიკემიურ ინდექსში ჩავიხედავთ, იქ არის შემწვარი კარტოფილი, კარტოფილი ფრი, ანუ კარტოფილის სხვადასხვა სახეობა. კარტოფილიც ბოსტნეულია, მაგრამ ნახავთ, რომ შემწვარ კარტოფილს აქვს 95 გლიკემიური ინდექსი. რას ნიშნავს 95 გლიკემიური ინდექსი? ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პროდუქტი მაქსიმალურად სწრაფად იშლება, მარტივად მოსანელებელია, მაქსიმალურად სწრაფად ასე თქვათ, წევს სისხლში შაქრის დონეს და მაქსიმალურად ბევრი ინსულინი ჭირდება, რომ წავიდეს რეგულაცია. ამიტომ ის არ ვარ გამაგიტო გეუბნებით, რომ ყველა ბოსტნეული ერთი მეორეზე მაგარია კარტოფილის გარდა. შესაბამისად, ეს გლიკემიური ინდექსის ცხრილი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა გაერკვეს. ანუ პირველი წესი ვისწავლეთ, რომ თუ გლიკემიური ინდექსი არის 1-დან 50-55-მდე, ეს არის იდეალური პროდუქტი. შეგიძლია ეს ცხრილი დაგუგლო, სხვათა შორის Google-ში შედი, დაწერე გლიკემიური ინდექსის ცხრილი, უამრავს ამოგიგდებს ქართულ ენაზე, ეს უკვე არის ეს ფუფუნება, ყველა საკვები რაც კი არსებობს შედის ამ გლიკემურ ინდექსში, ლაივ ჩართვა რომ მორჩება, გადადი და წაიკითხე კარგად ეს ყველაფერი, ანუ 1-დან 55-მდე გლიკემიური ინდექსი იდეალურია, ჩამოწერე პროდუქტები, რასაც აქვს ეს დაბალი გლიკემიური ინდექსი, უამრავ არჩევანს ნახავ და შენთვის დღისმენი აქედან შეადგინე. 55-დან
65-75-მდე 70-მდე 75 ძალიან ბევრია 50-დან 55 60 65-მდე ითვლება საშუალო გლიკემიური ინდექსი შეგიძლიათ ცოტა ოდენობით ეს პროდუქტებით ჩასვას თქვენს რაციონში მაგრამ ის პროდუქტები რომელსაც აქვს 70-75 და მეტი გლიკემიური ინდექსი ამოიღეთ თქვენი დღის რაციონიდან ბევრი ამ პროდუქტებისგან ჩვენ ჯანსაღი გონია მაგალითად კარტოფილის მაგალითი მოგიყვანე არა და რეალურად კარტოფილს აქვს უზარმაზარი გლიკემიური ინდექსი გინდათ ფინიკი ხო ფინიკზე წინაზე ვიდეო რო ჩავწერე ყველა მეუბნება რომ ზეჯანსაღია გაასაგებია ვიცით ბევრ ვიტამინს შეიცავს საკვებ ბოჭკოებს ზეჯანსაღია მაგრამ პრობლემა არის ის რომ მას ძალიან დიდი გლიკემიური ინდექსი აქვს ის ძალიან ბევრ და სწრაფად შაქარს ასე თქვა წევს ჩვენს სისხლში ამიტომ ის არ ვარ ესე იგი შევაჯამოთ რას ვაკეთებთ შევდივართ Google-ში ვეძებთ გლიკემიური ინდექსის ცხრილი შემიძლია მეც თუ ვერ იპოვით მეც მომწეროთ და დაგეხმარებით ვარჩევთ ყველა საკვები პროდუქტი შედის ამ ცხრილში ვარჩევთ იმ პროდუქტებს რასაც გლიკემიური ინდექსი აქვს 1-დან 55-60-მდე მაქსიმუმ ვიწერთ ყველას და აი ამის მიხედვით ვადგენთ ჩვენს სადილს, წახემსებებს, საუზმეს და ასე შემდეგ. რასაც მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს 70 და ზევით, 65-70 და ზევით, იმას ვრიცხავთ ჩვენი რაციონიდან. ჩათვალე ეს ინფორმაცია დაგეხმარება იყო უფრო ენერგიული, უფრო ჯანმრთელი, უფრო ხალისიანი და დაიკლო წონაში უფრო მარტივად და სხვა საინტერესო შეკითხვები თუ გაქვს კვების შესახებ, დაწერე კომენტარებში, შევეცდები ყველაზე გავცე პასუხი, გააზიარე ეს ვიდეო, რომ ბევრ ადამიანს ჰქონდეს ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის, ასე ვთქვათ, ინფორმაცია და ფაქტიურად დღეიდან შენ გაქვს ინსტრუმენტი, რომელიც შეგიძლია გამოიყენო, ერთი კვირა იხმარე, მერე ზეპირად გეცოდინება და მთელი ოჯახი იქნებით კარგად და ბედნიერად. შევხვდებით მომავალ ლაივ ჩართვაში.